ერთი თხოვნით მოგმართავთ ყველას, ჩემს მსმენელს და აბსოლუტურად სრულიად საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც გავაჟღერე წინა ლაივში, კვლავ მინდა რომ რაღაც გავაჟღერო რა, ერთი თხოვნით და ძალიან დიდი თხოვნა არის, რომ გააზიაროთ ეს ვიდეო, გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს რა. რატომ ახლა? პირველი ის რომ მე თვითონ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ სრულიად საქართველოს ქართველი ხალხის წინაშე ვარ ვალდებული, რადგან ჩემთან მოვიდა ეს ინფორმაცია თუ სად არის თამარ მეფის აკლდამა 800 რამდენი წელია გასული, რომელსაც ეძებს საქართველოს სრულიად საქართველო და სრულიად კაცობრიობა, არა მხოლოდ საქართველო, თვით ჰიტლერის კი დაეძებდა ამ საფლავს. ეს არის წმინდა გრაალი, რომელსაც დაეძებენ, ესე იგი სრულიად მსოფლიო მასშტაბით დიდი ძალები, რომ ხელში ჩაიგდონ ეს გრაალი, თუმცა გრაალს ხელში ვერავინ ვერ ჩაიგდებს. ეს გრაალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და სულიწმინდის წარმომადგენელ ადამიანებს. რაც მინდა რომ გთხოვოთ, რომ გააზიაროთ, არის ის, რომ თამარ მეფის აკლდამის გახსნას სრულიად საქართველო უნდა დაესწროს და სრულიად იმ ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და ეს არ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის გარეშე თამარ მეფის აკლდამის გახსნა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს თამარ მეფის აკლდამის გახსნა ქართველი ხალხის გარეშე, თუნდაც იყოს ეს 5 მილიონი წარმომადგენელი, უნდა იყოს ადგილზე და ამ დროს უნდა იხსნებოდეს თამარ მეფის აკლდამა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი თითქოს და წარმოუდგენელად ჟღერს, რეალურია. რატომ გიყვებით ახლა ამას და რატომ მინდა რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობა ჩაერთოს ამ საკითხში რა? პირველ რიგში ის რომ ვინც არ დაიჯერებს თავის თავს დააბრალოს, რაც მოუვა და მეორე რიგში ვინც დაიჯერებს, ის აბსოლუტურად ზუსტად იმ მისიას შეასრულებს, რა მისიითაც არის მოსული ამ დედამიწაზე. პირველ რიგში ის რომ მართალია მე ეს პირებს გადავეცი, რომელიც გადასცემენ ილია მეორეს, ეს ამბავი, ეს საკითხი. თუმცა ილია მეორე უძლურ მდგომარეობაში არის, ის თავად ვერ შეძლებს ამ საკითხის განხორციელებას და ადგილზე მისვლას და შესაძლებელია რომ ეს საკითხი გამოიყენონ ისევ და ისევ საპატრიარქოში არსებულმა ბოროტმა ძალებმა და ამიტომ მინდა გითხრათ რომ სრულიად საქართველოს მინდა თხოვნა გაუგზავნო რომ საქმის კურსში იყოს თამარ მეფის აკლდამის გახსნის ცერემონიალი იქნება თუ თამარ მეფის აკლდამის გახსნის დროს. როდესაც თამარ მეფის აკლდამა გაიხსნება, მეგობრებო, ვფიქრობ, ჩემს გარეშე იქ ვერავინ ვერ მოხდება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცდილობა იყოს, რომ ეცადონ თამარ მეფის აკლდამაში შესვლას, მაგრამ ვერ იპოვიან შესასვლელს. ჩემს გარეშე ვერ იპოვიან შესასვლელს. და მეორე ის, რომ თუ მცდელობა ქონდათ ასეთი, ეს აუცილებლად მოვა ჩემ ყურამდე. იმიტომ რომ თქვენ ყურამდე არ მოსულა ის, რაც 800 წელი დაფარულში იყო და აგერ ჩემი პირით გაგიცხადდათ თუ სად არის თამარ მეფის აკლდამა, სად განისვენებს თამარი. ვინც არ იცით, თამარ მეფის აკლდამა არის უშგულის ტერიტორიაზე, მაცხოვრის ეკლესიაში, რომელიც არის 9 კრიტულით დაკეტილი. გასაღების მფლობელები არიან ნიჟარაძეები, რადგან ამ ეკლესიის წარმომადგენლები არიან, ამ ეკლესიის პატრონები არიან ნიჟარაძეები. მათ შორის იყო ბატონი ფრიდონ ნიჟარაძე, რომელიც იყო დიდი მხატვარი და დიდი პიროვნება. ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ ეს ვიდეო გააზიარეთ, რადგან ყველამ გაიგოს თუ სად არის თამარ მეფის აკლდამა. აქ წავა ახლა მთლიანად დიდი ბრძოლა იმაზე, თუ რომელი შევა პირველი თამარ მეფის აკლდამაში და რომელი გახსნა, რომელი ძალა შეძვრება პირველი. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალა, რომელიც შევა თამარ მეფის აკლდამაში პირველი ამ საუკუნეში,
იქნება ის ძალა, რომელიც იქნება თამარ მეფის საძმო. რომელიც იქნება პირადად თამარ მეფის მიერ შეკრებილი საზოგადოება. ეხლა თქვენ იტყვით, რომ თამარ მეფე უკვე 800 წლის მკვდარია, მაგრამ მე გეტყვით, რომ წმინდანების სიკვდილი არ არსებობს, მეგობრებო. ისინი არიან და მოღვაწეობენ სულიწმინდის მეშვეობით. მიხვდით ხო, რასაც ვამბობ? ამიტომ თამარ მეფის აკლდამა, ეხლა რაც გაგიცხადეთ მე, ეს არ არის ჩვეულებრივი თემა, ეს არის სენსაციური ამბავი, მაგრამ ძალიან მოკრძალებულად ვაჟღერებ ამ საკითხს, ძალიან მოკრძალებულად, როგორც სულიწმინდის წარმომადგენელს შეეფერება. სულიწმინდის წარმომადგენელს არ სჭირდება მედია და გაშუქება და 1000 გვარი პროექტორები, სულიწმინდის წარმომადგენელს სჭირდება მხოლოდ უბრალოება და ჭეშმარიტი სიტყვის თქმა, რასაც ეხლა ამ წამს ვაკეთებ თქვენ წინაშე და მთელი ამდენი 4 წლის განმავლობაში ვაკეთებდი და ვწერდი ლაივებს. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ინება სულიწმინდამ და ნახა ჩემი გულწრფელობის ამბავი და სწორედაც რომ ჩემთან მოახვედრა ის წერილი, რომელიც წერილიც ხსნის თამარ მეფის აკლდამას. წერილი, რომელსაც დღემდე განდობილების ხელში იყო და განდობილები ინახავდნენ. სწორედ ეს წერილი იმ ადამიანების მეშვეობით, რომელი ადამიანებიც არიან სულიწმინდის წარმომადგენლები და თამარის ერთგულები, იმ ადამიანების მეშვეობით მოვიდა ჩემთან. გუშინ წინ მე ეს ამბავი განუცხადე საპატრიარქოს ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელთანაც ასევე სულიწმინდამ ნიშნებით მიმიყვანა და პირდაპირ მისი გვარი წარმიდგინა, რომ ამ ადამიანს უნდა გავანდო ეს საკითხი და სწორედ ამ ადამიანმა, რომელმაც უნდა გადასცეს ილია მეორეს ეს ამბავი, უნდა გამაგებინოს რა მოხდება წესით. წესით ის საკითხი, რომ ეხლა დაიწყება დიდი ბრძოლა და აქ რა თქმა უნდა და მე ვისმინები და კიდე სხვა 1000 ყური გაიგებდა იმ საკითხს, რომ მე ვიღაცას გავანდე ეს საკითხი და ასე შემდეგ კიდე სხვა ძალები ჩაერთვებიან ამ საკითხში, ხო? სხვა ბოროტი ძალები. ასევე რა თქმა უნდა ჩართული იქნება სრულიად საქართველო და სრულიად თამარ მეფის საძმო, რომელიც დღეს როგორც უკვე მრავალჯერ ვახსენეთ, ცოცხალია ყველა. ახლა დალაგდებიან, რა თქმა უნდა, გადმოლაგდებიან წარმომადგენლები, სულიწმინდის წარმომადგენლები და გადალაგდებიან იალდაბაოთის წარმომადგენლები. ისინიც ეცდებიან და ისინიც ეცდებიან შესვლას, მაგრამ აბა გამოიცანით, თუ დღემდე სულიწმინდას ის გეგმა ქონდა, რომ მხოლოდ დღეს 800 წლის მერე უნდა გაენდო ადამიანებისთვის თამარ მეფის აკლდამის შესახებ, სულიწმინდის გარეშე ერთ-ერთი ძალა მოქმედებს და მხოლოდ სულიწმინდის წარმომადგენლები შედგავენ იქ ფეხს. ხომ ასია? პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით მე ამ საკითხს, ეს არ არის სახუმარო საკითხი და არც დასაცინია აქ არაფერი, იმიტომ რომ ეს არ ვიცი, ვინც ამ საკითხზე გაიცინებს, ალბათ კისერი მოტყდება მართლა რა. ვინც ამ საკითხზე გაიცინებს, რომ თამარ მეფის აკლდამა გაგვიცხადდა სად არის. სულ რამდენიმე კვირის ამბავი, ასე ვიტყვი რა, თვისაც არა. რამდენიმე თვის არა, რამდენიმე კვირის. ახლა რა თქმა უნდა გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ეს ჩვენც ვიცოდით, ის ვიცოდით, ას ვიცოდით და სწორედ აქ არის მთელი ბრძოლები, აქ წავა ეხლა მთელი ბრძოლები, აბა ვინ იცოდა და რა იცოდა, თუ როგორ არის იქ მისასვლელი.
და როგორ არის იმ აკლდამაში შესასვლელი. ხო? საინტერესოა, ხო? საინტერესოა. და როგორც უკვე გითხარით, თამარ მეფის აკლდამა ძალიან მალე გაიხსნება. რამე თუ ჟამია და დროა. და მე იმასაც ვიტყვი, რომ სანამ ილია მეორე ცოცხალია, ილია მეორეს მოღვაწეობის დროს გაიხსნება ეს. რატომ? იმიტომ, რომ ამაზეც მქონდა მინიშნება. ილია მეორე უნდა შეასრულოს თავისი საქმე. ილია მეორის საქმის შესრულება მანამდე არ გაიყვანენ და ამყოფებენ ამ ტანჯვაში იმდენ ხანს, სანამ თავის საქმეს არ შეასრულებს. ამიტომ მე ყველას მოგიწოდებდით, რომ მიგეწვდინათ ხმა ილია მეორესთვის. თუმცა ეს ვერავინ ვერ შეძელით. რატომ? იმიტომ, რომ თქვენში ჩართული იყო პროგრამა ამპარტავნების და თქვენში ჩართული იყო პროგრამა საცოდაობის. ირონიის. რა პროგრამა? იმიტომ ვინაიდან რადგანაც უცნაური, ცოტა სხვანაირი და არა ნორმალური გამოხტობები მქონდა და არ ვგავდი სხვებს ნორმალურებს, თქვენი მოკლე ჭკუის ჩართვის დროს ხდებოდა ასეთი გადახარშვა თქვენს ტვინებში, რომ ამან რა უნდა გააკეთოს, ხო, ამ გოგომ რა უნდა გააკეთოს. არა მხოლოდ თქვენს ტვინებში, არამედ იმ ადამიანების ტვინებშიც კი, რომლებიც თავიანთ თავს განდობილებს უწოდებენ, სხვათა შორის. შეიძლება არ უწოდებენ, მაგრამ ასე გგონიათ, რომ განდობილები არიან. მეორე მხრივ იყო უშლიდა ამ საკითხს ხელს ის ფიქრი, იცოდნენ ვინც ვიყავი, მაგრამ არ უნდოდათ და ჩემი ჩაქოლვა უნდოდათ სხვადასხვა გზებით და სხვადასხვა მჭყიბაობებით. ვერც ეს ვერ შეძლეს. და აი ლევან დამბოსნაირ დაპროგრამებულ ადამიანებს, აი ახლა რა კომენტარსაც მე ვკითხულობ, მოპარულ სულებს ამუშავებდნენ იმისათვის, რომ ჩემ წინააღმდეგ შეექმნათ კამპანია, რომელიც მე მომითხრი და ძირს. რა თქმა უნდა, ამას ვერ შეძლებდნენ, იმიტომ რომ სული წმინდის გარეშე არაფერი არ ხდება და ერთი ღერითმა არ ჩამოუვარდება ადამიანს თავიდან. სული წმინდის ძალებით, ვინც მოქმედებს, იმ ადამიანს ვერც ერთი მჭყიბავი, ვერც ერთი დემონი, ვერც ერთი მაგი, ვერც ერთი არანორმალური ვერაფერს ვერ უზავს. ვერც ერთი შურიანი, ვერც ერთი ბოღმა, ვერც ერთი ბოროტი, ვერც ერთი ჯადოქარი ვერაფერს ვერ უზავს. ეს ჩემთვის ძალიან ნათელი იყო და ამიტომაც მე ვსაუბრობდი და ვსაუბრობ ახლაც სულიწმინდის სახელით და ვინც სულიწმინდის სახელით არ საუბრობს, ის არის ქურდი და ფარისეველი. ლეგიტიმურად მაქვს აბსოლუტური უფლება ვისაუბრო სულიწმინდის სახელით, რამე თუ თვით სატანაც სულიწმინდას ეკუთვნის და ყველა არსი ამ დედამიწაზე, რაც კი არსებობს, ეკუთვნის სულიწმინდას. მაშასა და მე ჩვენ ყველანი სულიწმინდის მიერ ვიმართებით. ვინც იტყვის, რომ სულიწმინდა არ გვამოქმედებს, ის სატანის არის და დაცემულ მდგომარეობაშია. ვინც იტყვის, რომ სულიწმინდის ვარ და სულიწმინდით ვმოქმედებ, ის სულიწმინდის წიაღშია. ძალიან ვთხოვთ გადაეცით ეს ვიდეო, რომ ყველა ქართველმა გაიგოს, რამე თუ ძალიან მალე მოხდება თამარ მეფის აკლდამის გახსნა. ვერც ერთი ბინძური ხელი იმ აკლდამას ვერ გახსნის. და აი ეს 100%-ით კი არა, 100,000%-ით შემიძლია გითხრათ. თამარ მეფის აკლდამის გახსნა მოხდება მხოლოდ იმ ადამიანების მეშვეობით, რომელი ადამიანებიც სულიწმინდის მიერ იქნებიან იქ მიყვანილი. და ვინც სულიწმინდის სახელით არ მივა, ხელები მოტყდება.
იქ მისულს. დამერწმუნეთ. ჭირი შეეყრება და იქვე მოკოდება რა. ვინ სულიწმინდის სახელით არ მივა იმ აკლდამის გასახსნელად. რამე თუ სულიწმინდამ მომაწოდა ეს ინფორმაცია და სულიწმინდა მომაწოდა ეს წერილი, თუ სად არის ჩვენი წმინდა მეფე თამარი, რომელსაც სვანები სხვათა შორის სულიწმინდის ჰიპოსტაზად აღიარებდნენ 800 წლის წინ, ერთ დროს, როდესაც ის ცოცხალი იყო. და მათ სჯეროდათ და სჯერათ დღემდე, რომ თამარ მეფე არ მომკვდარა, თამარ მეფე მიიძინა და ის აუცილებლად დაბრუნდებოდა, როდესაც საქართველოს გაუჭირდებოდა. და ამას არა მხოლოდ ქართველები ელოდებოდნენ სრულიად მსოფლიო წარმომადგენელი, მასონთა წარმომადგენლები და ასევე ის დიდი ძალები, რომლებიც იყვნენ საქმის კურსში. რომელ საქმის კურსშიც არ აყენებდნენ საქართველოს მოსახლეობას და სხვა იმ ადამიანებს, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ უფრო მეტად აღმატებულები იყვნენ მათზე. და რომ ფიქრობდნენ, რომ ხალხი ამას არ იმსახურებს ამის ცოდნას. და რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ხალხი არაფერია და ხალხი არავინ არ არის. ხალხი საცუდავი ჭიაღუაა, რომელსაც გამოვიყენებთ მხოლოდ. რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ხალხი არ არსებობს. და აი თურმე რატომ მოიტანა ჩემთან სულიწმინდამ ეს ინფორმაცია, რომ მე გამეცხადებინა თქვენთვის, რამე თუ მე არ ვფიქრობ, რომ ხალხმა არ უნდა იცოდეს. მე ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს ყველაფერი, რასაც სულიწმინდა გვანდობს. ხალხმა უნდა იცოდეს ყველა ის წერილი, რაც დღემდე დაწერილა. ხალხმა უნდა იცოდეს ყველაფერი. ხალხი არის უნარიანი, რომ იცოდეს ყველაფერი. ამიტომაც სულიწმინდამ ეს წერილი ჩემთან მოიტანა და არა ილია მეორესთან. ილია მეორე ჩემს გარეშე იქ ვერ ჩავა და საერთოდაც ვერ ჩავა, რადგან იმას უკვე ფეხზე დგომა არ შეუძლია. აღარ შეუძლია და ყოველ დღე ნატრობს, რომ გაიყვანონ, მაგრამ გაიხსენეთ ჩემი წყევლა, რომელიც 4 წლის წინ გამომათქმევინა სულიწმინდამ კვლავ მის კართან, ისე მოგექცნენ, როგორც მე მომექეცით. თუ ეს წყევლაა, მაშინ სწორედ ისე ექცევიან ილია მეორეს, როგორც მე მომექცნენ მის კართან. მას არ უშვებენ არც სასუფეველში და არც ამ ხორცის იქით, იმიტომ რომ მას თავისი საქმე აქვს შესასრულებელი, რომელ საქმესაც დაასრულებს, შემდეგ გაიყვანენ. და რომელ საქმის შესრულების შემდეგაც მას გაიყვანენ განწმენდილს. არ მოხდება ეგ საკითხი სულიწმინდის გარეშე. და თუ ვინმეს ილია მეორე გიყვართ, დიდხანს სიცოცხლის კი უსურვეთ, რომ შემხვდეს. უსურვეთ, რომ გიჟად კი არ ჩამთვალონ მის კარებთან და დამაყუდონ 8 საათი სამშვილთან ერთად, არამედ ყურად იღონ, რომ სულიწმინდა მას გზავნილი მიუტანა და რომელი გზავნილიც მას უნდა გადაეცეს და რომელი გზავნილიც არის 2 მადლის ქვა. თუ რატომ არის საჭირო ამ ქვების მასთან მისვლა, ეს ჩვენი საქმე არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სულიწმინდის და ილია მეორის გადასაწყვეტი. და ვინც ამას შუაში ჩაუდგება წინ, ან აიღობება, ან წინაღობას შეუქმნის, ყველანი სულიწმინდის წინააღმდეგები ხართ. და რომ 4 წლის წინ აღდგომა დღეს სულიწმინდა მიმიყვანა ილია მეორესთან, სასაცილოდ არ იყო ეს სულიწმინდის გზავნილი საპატრიარქოს დაცვას.
თამუნა წერს უტიაშვილი, რა არის საჭირო თამარ მეფის აკლდამის გასახსნელად, რა ქმედებებია საჭირო, რატომ არ მოქმედებთ ყველა. თამუნა, რა ქმედებებია საჭირო, ეს სულიწმინდა მიცის მხოლოდ და სულიწმინდა მიმაგზავნა მე ილია მეორესთან, თუმცა არ შემიშვეს. ეხლა მე გკითხავთ თქვენ, რა ქმედებებია საჭირო ამისათვის გასაკეთებელი, რომ ილია მეორესთან ძალიან ჩვეულებრივად ზეციური იერარქიების წარმომადგენლების სახელით მიმაგზავნონ და შემიყვანონ. რა პრობლემა არის და რეებია გასავლელი. იცით რამდენმა მითხრა ამ ამაოსა უნდა მისულიყავი და იმ ამაოსა უნდა მისულიყავი და ჯერ ეგრე არ ხდება აქ ჩვენთან. იცით რა? სულ არ მაინტერესებს სულიწმინდას რა გზები აქვს ადამიანებს დაწესებული, რა სულიწმინდას უნდა წმინდა გზით მისვლა. სტუმარი ღვთისაა და სტუმარი უნდა მიეღო ისე როგორც საჭირო იყო, თუმცა სტუმრებისა და სტუმარ მასპინძლობის საკითხები დღევანდელ საპატრიარქოში არ იციან. აი სად გამოსადა სულიწმინდა მეგხალხი. გარკვიეთ თამუნა ნებისმიერ მღვდელთან რა საფეხურებია გასავლელი იმისათვის, რომ სულიწმინდის გზავნილი მიუვიდეს ილია მეორეს. გარკვიეთ და მე მითხარით ეგ. მე 4 წლის განმავლობაში ყველა გზა, ყველა ხერხი და ყველანაირი ძალა დავხარჯე იმისათვის, რომ გამეგებინებინა თქვენთვის, რომ ილია მეორესთან მიმაგზავნა ღმერთმა 2 ქვით და აი ეს 2 ქვა სასაცილოდ არ იყო ილია მეორეს წარმომადგენლობას, დღევანდელ საპატრიარქოს მრევლს. თუმცა ამ 2 ქვის გარეშე ილია მეორე არ გაყავთ იქ, სადაც უნდა იყოს წესით. ამიტომ აწვალებენ და ამყოფებენ იმ სხეულში, რომელიც სხეულითაც ფეხზეც კი ვერ დგება. და ამიტომ ვუწოდებდი ამ ადამიანს იმას, რაც არის. მაგრამ ყრუდა ბრმა ერს ეს არ უნდა რომ გაიგოს. ყრუდა ბრმა ერს უნდა რომ გაიგოს მე ვარ ვიღაცის მტერი. ხო და ასე ესმის ყრუდა ბრმა ერს. თუმცა რას ყვირის სულიწმინდა, ის საერთოდ არ აინტერესებს თურმე ყრუდა ბრმა ერს. ილია მეორის გარეშე არაფერი არ მოხდება. და თუ ილია მეორე მოკვდება, მაგას სიკვდილი ეწოდება და იმას არც ჯოჯოხეთში მიიღებენ და არც 64-ში ის გაქრება მთლიანად. და თუ ვინმეს ილია მეორე გიყვართ, დადექით და ხმამაღლა იყვირეთ, რომ ილია მეორეს სტუმარი, რომელიც სულიწმინდის მიერ არის გზავნილი, როგორც იქნა 4 წლის განმავლობაში, რომელიც ყვირის და ხან წყევლის და ხან აქებს, ანახონ. თუ ამას არ იზავთ, მაშინ თქვენ არც თქვენი ილია მეორე გყვარებიათ, არც თქვენი თავი, არც თამარ მეფე და არც მე. ხართ მხოლოდ მკვდარი ზომბები, რომელიც გაგკივით, რომ რატო ლაპარაკობ ესე ილია მეორეზე. იმის მაგივრად რომ დაინახოთ რას ვლაპარაკობ მე. თუ ვინმე მისმენს საერთოდ. თუ არ მისმენს კიდე, თავისას დააბრალოს, რომ ხრმაძილშია და ხრინავს და მაგათმა ხრინმა უკვე ყურები ამოგვიყრუა და მოგვაბეზრა თავი. გესმით რა შეასაქმე? თამარ მეფის აკლდამა გაიხსნება მხოლოდ მაშინ, როცა სრულიად ერი გამოფხიზლდება და თამარ მეფის აკლდამის გახსნას არაფერი არ უდგას წინ. არაფერი. მხოლოდ ერთი რამ უდგას წინ. ძალიან უბრალო საკითხი რა. ძალიან უბრალო საკითხი. რომ როდესაც სულიწმინდა აგზავნის ადამიანს ილიასთან, ეს ადამიანი გიჟად კი არ ჩათვალონ, მიიღონ სულიწმინდის შესაფერისად. სულიწმინდის გზავნილის შესაფერისად. და აი აქ დაიწყო უკვე სულიწმინდასა და იალდაბაოთს შორის ორთა ბრძოლა. რამე თუ ვინც სულიწმინდის სახელით ისაუბრა, ყველა ჩაქოლეს.
სატანისტი ხარო, გიჟი ხარ ან გადარეული ხარო. სულიწმინდას თურმე საუბარი არ აქვს საუბრის უფლება ამ დედამიწაზე, მაგრამ მამა ღმერთის სახელით ყველამ უნდა ისაუბროს. თუმცა სულიწმინდის სახელით არავის არ აქვს უფლება ისაუბროს ამ დედამიწაზე. ირინა ხუფენია გამოხდა. ირინა ხუფენია 1040 ვიდეო მაქვს ჩაწერილი და მოისმინე ის ვიდეოები და ნახავ რა უნდა გაიგონ და რას მოვითხოვ. ეხლა კიდევ რო არ გამომეორებინო რა. წავედი ეხლა მე და გადაეცით ეს საკითხი. სრულიად საქართველოს მოსახლეობას გადაეცით თქვენს დედებს, მამებს, ამ ვიდეოებს მიბლოკავს Facebook-ი, არ აზიარებენ ისევე როგორც გელათის ამბავი ვამხილე, მამხილებინა სულიწმინდამ არც იმას აზიარებენ 140 გაზიარება ქონდა, მაგრამ სულ რაღაც 6000 ნახვა, ესე იგი სადღაცა ბლოკავენ. Facebook-ი ბლოკავს ამ თემებს. ბლოკავს იმ საჭირო თემებს, რომელიც გაჟღერდა ჩემი პირიდან. ამიტომ გააზიარეთ. სიტყვიერად მაინც გააზიარეთ. სიტყვიერად გააზიარეთ, რომ გაიგოს სრულიად საქართველომ, რომ თამარ მეფის აკლდამა ვიცით სადაც არის. და არავინ მოგატყუოთ, რომ ვინმეს ენა არ მოტყდეს და არ თქვას, რომ მე ვხუმრობ ან გიჟი ვარ რა. იქვე დასამარდებით რო იცოდეთ რა. იქვე დასამარდებით რო იცოდეთ რა. ვინც ამ ინფორმაციაზე რამე კუდს მოაბავს, ან სერიოზულად არ მიიღებს. მადლობა ჭიაბერ. დემნაუფლისწული შენს გვერდითაა თამარო. მარტო დემნაუფლისწული არა, აწი ყველა გამოფხიზლდება. ვისაც ეძინა. ეს არის ჩემი მოთხოვნა, თხოვნა და მოთხოვნა, რომელიც ასევე მოусვინეთ ეკატერინებს, მოეშვით უაზრო კომენტარებს და დაფიქრით, იქნება სულიწმინდას უნდა ჩვენი გადარჩენაო და მადლობა ეკატერინე. იქნება ესე დაფიქრდეთ რა, რამენაირად იქნებ გამოფხიზლდეთ, რამენაირად რა. ტკბილი სიტყვით თქვენ ვერ გაიგეთ, წყევლით თქვენ ვერ გაიგეთ, გინებით თქვენ ვერ გაიგეთ და იქნებ რამენაირად გავიგოთ რა. იქნებ რამენაირად გავიგოთ ერთმანეთის ენა. იქნებ რამენაირად გავუგოთ ერთმანეთს. იქნებ რამენაირად გააგებინოთ ილია მეორეს, რომ სულიწმინდას აქვს გზავნილი შენთან. და ილია მეორეს სულ არ სჭირდება გაგება, იმან იცის. მაგრამ ილია მეორეს 9 თავიან დევებს რო ყავთ ჩაკეტილი იმ კოშკში, იმათ გააგებინეთ, გესმით? 9 თავიან დევებს რო ყავთ გამოკეტილი ილია მეორე კოშკში. ილია მეორემ როცა მაშინ მივედი, მაშინაც იცოდა რომ გზავნილი ჰქონდა და არის და იყო. და დღესაც იცის. მაგრამ არავინ არ უშვებს ამ გზავნილს მასთან. და ესე ძალიან უყვართ თქვენი ილია მეორე. იმ დაცვას, რომელ დაცვასაც თქვენ აუვით კუდი. საპატრიარქოს ბრმა მრევლო. თუ ვინმეს ილია მეორე მართლა გიყვართ, მოკითხეთ თქვენ საპატრიარქოს 9 თავიან დევებს, რომ აი ეს სულიწმინდის გზავნილი როგორც იქნა მიიყვანონ და მიიტანონ ილია მეორესთან რა. ის ქვები მიიტანონ და მე მიმიყვანონ, აი ესე რომ ვთქვათ. ეს ორი მადლის ქვა სავარაუდოდ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ილია მეორესთვის. ამ ორმა მადლის ქვამ ილია მეორე უნდა ნახოს. მე ესე აღვიქვი. ამ ორმა მადლის ქვამ, რომელიც არიან წყვილი, დედალი და მამალი, მდედრი და მამრი, ილია მეორე უნდა ნახოს, სანამ ის კაცი გაცივდება, ხალხო. და თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენ თავის დააბრალეთ რა. წავედი ახლა მე. გადაეცით ეს ვიდეო და ეს ინფორმაცია სრულიად საკუთარ თქვენს მამაოებს გადაეცით, ხალხო. არ ყავთ მამაოები? თქვენს მეზობლებს უთხარით, ღვდლები, ძმები გეყოლებათ, დები,
ხომ ხედავთ რომ სიგიჟი არ არის ყველაფერი ხომ ხედავთ რომ თუ გიჟი ვარ ჩემთან ის წერილი არ მოვიდოდა გესმით ჩემთან არ მოვიდოდა ის წერილი სადაც თამარ მეფის აკლდამა იმალება 800 წლის განმავლობაში კაციშვილს არ უნახავს ორ მღვდელს ჰქონდა მხოლოდ ნანახი რომელიც ადიოდა საუკუნეში 100 წელიწადში ერთხელ ქუთაისიდან და პარაკლის უტარებდა შედიოდა ამ აკლდამაში და პარაკლის უტარებდა თამარს ის მღვდლები აღარ არიან ცოცხლები ხალხო მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ეგ ამბავი რომელმაც პარაკლისი ჩაატარეს ეხლა აღარ არიან ცოცხლები ისინი კაცის შვილს არ უნახავს მეთქი გეუბნებით ამ საუკუნეში კაცის შვილის თვალს არ უნახავს და მინდა დარწმუნებით იცოდეთ რომ ბატონ ფრიდონ ნიჟარაძეს თამარ მეფე ყავდა ნანახი და სამწუხაროდ ბევრმა ეს ადამიანი სხვანაირად მიიღო გიჟად ჩათვალა როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე უცნაურად ეჩვენებათ გასხიოსნებული ადამიანები და გიჟად თვლიან ხოლმე რა ესე თვლიან ხოლმე რომ გიჟია ვიღაცა გიჟია გესმით და ის დანარჩენი საზოგადოება რომელიც ყოველდღიურად დგება და სამსახურში მიდის ის ნორმალურია გადაეცით ყველას ეს სერიოზული თემაა რომელიც ახლა მე გავაჟღერე დღეს პირდაპირ ეთერში და წინა ლაივებში და წინა ჩემს პოსტებში ლექსებად გავაჟღერე, წინა ლაივებში გადაკვირით გავაჟღერე და ეხლა ამ ლაივში პირდაპირ გაგიჟღერეთ. სად არის თამარ მეფის აკლდამა? ვინ იცის ამის შესახებ და როგორ მოვიდა ეს ინფორმაცია ჩემთან? და თუ ესეც არ გჯერათ, მაშინ მაგარი ურწმუნო ხალხი ყოფილხართ რა. ძალიან მაგარი ურწმუნო ხალხი. გადაეცით ყველას. მეუფე იქნება მღვდელი იქნება, ბებერი იქნება, გიჟი იქნება, სალოსი იქნება, ბერი იქნება თუ ვინც გინდა იყოს, ყველას გადაეცით, ყველამ უნდა გაიგოს. მარტო იმებმა არა, მაღლა თავში რო უნდათ რომ იდგნენ. ყველამ უნდა გაიგოს. თამარ მეფის აკლდამა ყველასია, ყველა ქართველის არის. გილოცავთ, მეც მიხარია ძალიან. ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება თამარ მეფის აკლდამა.